Qandarcha მე დავჭი ერთი დასაჭერი და დამიჭირო. მე არ ვიცი რა, მე დავბერდი ქალი 80 წლისა ვარ და ასეთი ყველა დროს ჟავანაძიდან სტუდენტი ვიყავი ჟავანაძის. მე ასეთი მდგომარეობა არ მინახავს. რა არის ეს? სირცხვილი არ არის. დარჩენ მარტო და იყვნენ თვითონ. როგორც უნდათ ისე მართავენ და ისე ემაშვებიან ამ ქვეყანას. არიან თვითონ მარტო დარჩენილი კანონით მაგათია და ყველაფერი. ვინაც და მე ასეთი არაფერი არ მინახავს. უკანონოდ, აბსოლუტურად უკანონოდ. სად შეიძლება ოპოზიციონერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი დააკავოს? ეს ნორმალურია ქვეყანაში? არჩევანი რა არის? ან ერთი, ან მეორე, ხო? თუ კი ერთია, იქ რაღა არჩევნები. ამიტომ მე ვარ წინააღმდეგი. უნდა იყოს ისეთი ოპოზიციას და პოზიციას, რომელსაც მოაქვს ჯანსაღი აზროვნება. მე ვარ 1978 წლის 14 აპრილის მონაწილე. თქვილა ვიდექ იქანე, წარმოიდგინეთ, მაშინდელი ოპოზიცია გავიდა იმაზე რაკია მიტინგზე და ხელისუფლებამ მიხვდა ხელისუფლება რა შეცდომასაც უშვებდა. თქვენ კარგად იცით რა მოხდა 14 აპრილის 78 წლის. 90-იან წლებში ავიღო. რამდენი რამე იმას. და შეიძლება ასეთი იმითი რაღაცა ქვია, ლანგარით მიაქვა რუსეთს შენი ქვეყანა და ადამიანებმა სიცოცხლე გააწირენ იმ მაშინდელი იმისთვის. როგორი სიტუაცია გვაქვს დღეს ქვეყანაში? ძალიან ცუდი. პოლიტიკოსების დაჭერებზე რა სიტყვით? რას ვიტყვი? აი. ძალიან ცუდი სიტუაცია. ძალიან ცუდი. ჭკვიანად იქნება არავის არ ჭერდა, რა ვიცი აბა. ყველა გაჭერდეს. შეიძლება უნდა დააგებიათ. მე არ ვიცი ახლა აზრსაც, მაგრამ უნდა დააგებიათ. ოპოზიციამ პოლიტიკა არ იცის. უნდა დაეკავებიათ? არა, მომისმინეთ საერთოდ პოლიტიკოსი რომ მუშაობს, ისე უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ არ უნდა დააკავოს. კანონის ფარგლებში უნდა გააკეთოს ყველაფერი. ოპოზიციას რა შემოუწყვის ბრალი? ბრალი მიუძღვის იმაში, რომ პოლიტიკური ხაზი როგორ უნდა გაატარონ, თავითი არ იციან. ესე იგი ამ კვიდრებენ თავიანთ სურვილებს და შეხედულებებს. გესმის რაშია საქმე და პოლიტიკა კიდევ რო იცოდე, შენი მიმართულება, შენი გეგმა, შენი ეკონომიური პროგრამა უნდა წარადგინო. ეგენი ფიქრობენ, ნუ ხელისუფლება ჩამოშალენ. ხელისუფლების ჩამოშლა ესაა ტრაგედია რა ქვეყნისთვის. მე თუ რამეში შევწდები, თქვენ კი არ უნდა გამიპიაროთ იგი და რაღაც ევროპაში კი არ უნდა მიჩნდეთ. მე მითხარი, თქვენ შეცდით ამაში და დამიმტკიცეთ. გესმით რაშია საქმე? ეგენი გარბი არის ევროპაში. ამას ახლა ჩვენებურად ჟარგონულ ენაზე ვიცით რა ქვია, 1500-აშია. შენ ქვეყანაში ხარ, შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო. და შენ ქვეყნიდან გახვალ, შენი ქვეყნის დესპანი. შვენი ძალიან კარგი. აი როგორიც მინდოდა ისეთი არის. როგორი გინდოდათ? როგორი და ვირიშვილებს დედა უნდა ეტიროთ, უნდა იყოს კანონი, უნდა იყოს ადამიანების სიკეთე, ბედნიერება, დილით რო გამოხვალ, უნდა იცოდე რა შვები და რას უნდა აკეთებდე და ვიღაცა შერჩევითი უნდა იყოს. შერჩევითი არ უნდა იყოს, კანონი უნდა იყოს აბსოლუტური. დიქტატურა არის ყველაზე ერთადერთი. აი, დემოკრატია არის ეშმაკის მიერ მოგონებული ის, მაგრამ თავის რომ დემოკრატია არ ჭირდება ქვეყანას? დაახლოებით ჭირდება, თუ აბსოლუტური არ ჭირდება. მე და ჩემი შვილიშვილი დემოკრატები ერთმანეთის მიმართ ვერ ვიქნებით. ოჯახში თუ შეიძლება რომ დემოკრატია იყოს, ისია ქვეყანა. შეიძლება ასე ერთნაირები ვიყოთ? მე 5 ენა ვიცი. სამედიცინო დავამთავრე, იურიდიული დავამთავრე, ის დავამთავრე, გაჭმევ, გასმევ და შენ იმას რა ქვია, პანჩურს ამომარტყამ? დედას გიტირე. ყურებს აგიწევ და ყურის აწევა არ შეიძლებაო. ყურებს აუწევ კი არა, ჩამოვკიდე ფეხები. ასე რომ თუ კი არ იქნება ადამიანების აზრი იქამდე მისული, რაც აუცილებელია ჭეშმარიტებისათვის, აი წამოვდით, ავიდეთ მონასტერში. ყველას თავისი ადგილი აქვს.